ხე მშვიდობის წვიმს. ნუ უკვე გადაიღო ახლა. მაგრამ კარგად დაცხო რაღაც მომენტში, ჭექაქუხილიც იყო. აი არ ვიცი, ბევრს ვიცი რომ ეშინია ჭექაქუხილიც და მე ძალიან მიყვარს, რატო არ ვიცი. მოგესალმებით. საღამო მშვიდობის. ახლა არის რომელი საათი? გამარჯობა. მე სუკლია 25 წუთი. საღამო. ეხლა სამზარეულოში მოვედი მე პირადად ყავის გასაკეთებლად. შენ? მე წყალს ვუკეთებ, ვონჩუ. არ გინდა ნალექი? ნალექიანიც მე. უკაცრავად ორი ჩაი და შუა. ჩაი. ორი ყავა. აი, მაშინ ამას დავле მოწევ. უნდა იყოს, კაი. მაშინ ჩემს რა ვიკეთებ? ორივე, ხო? მოკლედ, ვიღაცა მელოდებოდა, ვიღაცა არა, ალბათ. ნუ ვაგვარებ ჯერ პრობლემების მოგვარების პროცესში ვარ. ვთქვათ, გამოიწერ წუთი. როგორ თქო? აღდგომა იცი 20-ია. მართლა? ო, აპრილში. შემისწორეთ თუ მეშლება, მე როგორც მახსოვს 20 ვიწვი. გაიწია. ხო, ხა წალი მოვშვი. მე ხავე. საეკლესიო კალენდარი არ მიყიდია. წელს რა დამემართა. თუ მაქვს, ვიცი. ვარგო? არა ეს ძელია. იქიდან უნდა იყოს საეკლესიო. მოკლედ დავაზუსტებ. მოიწერ წუთი. წყალი ავე. მე მგონა უკვე გაკეთე. არა დედა წყალი არ ჩამისხია როგორ დავაკეთებდი. ემისავით ხო ეს რომელი იყო? შეროთვი. როზავე პანტერა კი არა. ისო ყავაჩაი ყარაობეშია და შაქარი. ხო. როზავე პანტერა ხო? მუთილმირო. ხო. წყალი არ ქონდა? არა, წყალი მერე დალია. და და შაქარით ჩაიდო პეში. წყალი დააყოლა მე. არა, კუჩი ხავა გაკეთდა, მაგრამ აუ ამ ყავს ნუ იღებ ეს დედა არის იმისი. ნალექიანი ყავი ის. აი ხა მიდი მოურეო უცბად. На. Честь კოვზი მინდა, всё? მეყოფა წყალი. ხო. კოვზი, ბევრი სხვა კოვზია. არა, ეს ის ხელი რო არ დამეწოს, მაგრამ იმიტომ არ გრძელი ის კოვზი. კი? ხალხს უმატებ რატო დააჩენდი? ცოტა შეშუკან გამოწოლილი ყავი ხა რაღაცა უცბად გამომეღვიძა. ავიცი რაღაც სიზმარი ვნახე და უცბად გამოფხიზლდი. მაგრამ რა ვნახე, ეგეც აღარ მახსოვს. ხო, საჭმელი მაქვს გასაკეთებელი და თან მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო. ბრინჯი ბოსტნეული. ხო თქვი. გაზიც იხარჯება თუ რა ქვია მას მალე დასატენი იქნება. ხაფავს უკვე სულს იმედია ყავას მაინც მომადუღებინებს. ისე პრინციპში არც ესაა პრობლემა. 24 საათიანი კი არის ის გაზის დატენა. მაგრამ შუაღამეს რა ძალამატკია, რა თმინდა შუაღამეს გაზი. ხო, მოკლედ რა ხდება ახლა ჩვენთან? რა ქვია, YouTube-ის ხელფასი, მაგაზე მინდოდა დალაპარაკება. YouTube-ის ხელფასი იქნება 22
აპრილს, ხო? ესე იგი მარტში არ გამოვიდა, მე ხოლმე თვეში ერთხელ ვერაფერს. ხო და თან ახლა ისიც მინდა ვთქვა, რომ რა კი ხელფასი ქვია, YouTube-ის ხელფასი და ვიღებ ხელფასს, ეს ნიშნავს, რომ სამსახურია, მაგრამ ცოტა ისეთი რა. ახლა მე რომ მაგალითად ყოველდღიურად მიყურებდეს ორმაგი რაოდენობის ადამიანი, რაც მიყურებს იმის ორმაგი, ნუ დაახლოებით 2000 ადამიანი რომ მიყურებდეს. მაშინ შეიძლება ყოველ დღე გამომივიდეს ეს ყოველდღიურად, ყოველ თვე გამომივიდეს ხელფასი. ხო, ნუ ყოველ თვე მინიმალური ხელფასი, ანუ გამოდის 70 евро რამდენია ლარებში მეგობრებო. ნუ 200 რაღაცა, 250 თუ რას დაახლოებით ეკრე, ნუ 300 ლარამდე. ხო და ესეთი ამბები. აღას გავკეთებ ახლა. ეტყობა არ მეყო ძილი მაპატიეთ. ფიქრობ რაღაცებს, დასამთავრებელი მაქვს დამუშევრები. თან ისიც მინდა კიდე იქ გავიდე, სადაც გულსარნევები მქონდა ჩაბარებული. უკვე დიდი ხანია არ გავსულ ვარ, ნუ მოკლედ იქ მითხრა იმ თვითონ გამყიდველია თუ მე პატრონია მაღაზიის არ ვიცი, რომ ნუ მოკლედ რაღაც ნუ ისე არ იყიდება, არ ვიცი საიდან დაასკვნა. ორი ნამუშევარი ხო გაიყიდა ადრე და რაც დარჩა უნდა წამომეხო და იმის მერე რა ვიცი დიდი დრო გავიდა. მე მევწერე რომ ვერ მოვახერხეთქო და ბოდიში მოუხადე და იქამდე უნდა მივაღწიო, რომ ჩემი ნამუშევრები წამოვიღო მაინც. ხო და ესე, ნუ აშკარად გასხვავდება მეგობრებო ის დრო, როცა მე მაგალითად აი კოვიდამდე დრო, ესე გავყოფდი მართლა. კოვიდამდე სულ სხვანაირი იყო ყველაფერი. სხვანაირი რა გაგებით, იცით? სხვა ტურისტები, თითქოს სხვა კატეგორიის ტურისტები მოდიოდა ჩვენ ქვეყანაში და იყო აი ძალიან იცით როგორი ისა. ანუ ძალიან აქტიური იყო რა. ხელოვანი ადამიანებისთვის კარგი პერიოდი იყო და მერე რაც ეს კოვიდი, მერე ეს ომის ისა ხო პერიოდი საერთოდ იმას ქნა რა, აი გაჩერდა. ხო გეუბნებით ახლა აი მაგალითად ახლა თოჯინები ეხლაც მოთხოვნადია, მაგრამ ისე არა როგორც ადრე იყო. ადრე ისე ჩქარა იყიდებოდათ მაღაზიაში, რომ შეკვეთაზე მაძლევდნენ და თუ რომელიმე მაღაზიაში ვთქვათ დავაგვიანებდი რა, ანუ მიტანას თოჯინების ახლა ყველა მასში არ მქონდა ესე ვთქვათ ხელშეკრულება რა. იყო ერთი მაღაზია იყო, რომელშიც ვაბარებდი და რომ მივედი იქ მისაყვედურეს რომ სათხარ დაკარგულიო ჩვენო თანახმოვართო, რომ ანუ პირდაპირ ამდენსაც მოიტანო, ეგრევე გადაგიხადოთო და მოკლედ ძალიან კარგად მქონდა რა, მოკლედ ეგ საქმე აწყობილი. ხო და ჩემზე იყო რა დამოკიდებული. თან რა არის იცით, როცა რაღაცა არის, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა ხელნაკეთი ნივთი იქნება თუ ნებისმიერი რაიმე
რაც ტირაჟით არის, ანუ რაოდენობაში, ხო? მოტივაცია გაქვს, აი დავუშვათ შენ ფიქრებში დაიანგარიშე, რომ აი რაღაცა რა თანხა გჭირდება და აი რამდენი ვთქვათ ნამუშევარი უნდა შეასრულო, ხო? იცით რომ რაღაცა ხალისით აკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იცი რომ ზუსტად ანუ რომ მიიტან ადგილზე აგინაზღაურდება და ესეთი საქმიანობა, რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან სასიამოვნოა და ხო ყავაც მოვადუღე ცხელი იქნება გუშინ წინ იყო თუ როდის იყო დავიწყე გადაღება ვიდეოსი და მე რაღაცნაირად სხვა საქმეებით გავერთე და გადამავიწყდა გაგრძელება ხო და ესე დღეს დედამ დამირეკა მითხრა მოკლედ ადრე რომ ეს ხო მაგათხა სარეცხის მანქანა გაუფუჭდა და გააკეთეს და რაღაცები მქონდა წაღებული რა ჩემი ნივთები ხო და უკვე რამდენი ხნის გარეცხილია და იქ არ გასასვლელი მოკლედ წამოსაღები მაქვს რა იმაზეც ვფიქრობ სარეცხის მანქანა მაქვს ოცნებად მინდა რომ სარეცხის მანქანა მეორადი სარეცხის მანქანა მაინც შევიძინო თან ახლა ჯერ შეძენილი არა მაგრამ უკვე დავდგი ანუ დავდგი ან ადგილმდებარეობას იმაშვები ვეძებ იმიტომ რომ საბაზანოში ძალიან პატარა ის არის ადგილი და ახლა ჩემი შეკვეთით მეორადებში ზუსტად ის ზომები რაც მე მინდა შეიძლება არ იყოს ანუ შეიძლება ცოტა დიდი იყოს და ვფიქრობდი ახლა რომ ვთქვათ 250-300 ლარის ფარგლებში არის ხოლმე რა ესეთი სარეცხის მანქანები აი მაგალითად ადამიანმა ახალი მოდელი რაღაცა იყიდა და ის ძველი თქვათ რო არ გადავდეს გაყიდის ან რაღაც ну მე უფრო ალბათ ოჯახიდან შევიძენდი იმიტომ რომ რა ვიცი მე განაკეთები რამდენად ის იქნება უბრალოდ აი ახლა რაც ვთქვი რა ანუ იყიდა ადამიანმა და ის აღარ უნდა გაყიდოს რა ხო და ვფიქრობდი ახლა ჩემთვის აი აქ ამ ადგილას ანუ მაგრამ მაშინ ისე უნდა გავაკეთო რომ მაცივარი მაშინ ესე უნდა შემოტრიალდეს ანუ კარები გაიღება ანუ ესე და აქ რო არ შემეშალოს რა მოკლედ ხელი მიხვდი ესე ჯერ არ მიყიდია და უკვე მაცივარს ვგავ ფიქრებში რა აქ ახლა ესე რომ ვაღებ აი ესე რომ ვაღებ ხო ადგილი ხომ მჭირდება აი ამდენი ვთქვათ ესე ხო და აქ უკვე აქ რო დავდგა დაუშვათ ხო დადგმით კი დავდგა მაგრამ მე ონკანთან გამიჭირდება ანუ და ჩავეკვე ხო ისე ხო და ამიტომ ესეთი რაღაცა მოვიფიქრე თან ეს გასასვლელიც არ მინდოდა ეხლა ვთქვათ ესე გამეუქმებინა მაგრამ გავდივართ ხოლმე რა მოკლედ აქედან მაგრამ თუ ესე იქნება ჯობია და რატო ეხლა რა ხდება საბაზანოში არის სპეციალური ის ხელოსანმა თავის დროზე რა ხო გააკეთა იმისთვის სარეცხის მანქანისთვის ის წყლის ანუ ეგრეთ წოდებული სლივი რო ქვია იქ უნდა ჩავიდეს და აქედან შემიძლია დაუკავშირო ანუ ეს ხო გიფსო კარდონია რომ ამოვჭრა და შვანგს შევშვერდი და დავუმიზნებდი რა მოკლედ იმას დენის წყაროც არის აქ და ვფიქრობ აქ კარგი იქნებოდა ხო მაგრამ ჯერ უნდა გადავხტეთ და ხო მოკლედ ფიქრებში უკვე მაქვს სარეცხის მანქანა იმიტომ რომ ძალიან ძნელია სარეცხის მანქანის უქონლობა ეს წურავს მოკლედ კარგად წურავს რეცხვა ერთია და კიდე გაწურვაც ხო აქვს რომ გაწურავს ანუ ის გაწურული მალე შრება და ხელით გაწურული რაცა უნდა ძალიან წურო და ხო თან ახლა დავუშვათ რაღაც სამსახური გამოჩნდა წავედი და ახლა ჩემაზე ხო არ არის ახლა დროის ისა ხო როცა მე მინდა ხა სარეცხის მანქანაში შეავდებ გარეცხავს
გაწურავს და უბრალოდ გაფენ და всё გაშრება, ხო? და როცა ხელით გიწევს რეცხვა, ხო? და დროც დახარჯო. მოკლედ, ბევრ პრობლემებთან არის რა დაკავშირებული. ხო, ზამთარზე უკვე ჯერ ეს ზამთარი ბოლომდე არ დასრულებულა, დასრულდა ფაქტიურად, მაგრამ ეს სიტყვის მასალად ჯერ არ დასრულებულა და უკვე შემდეგ ზამთარზე ვფიქრობ და ვდარდობ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, არ ვიცი, რა მოკლედ უნდა ჩავართვევინო, იმიტომ რომ ესეთი, რა ვიცი, აბსურდული ის რომ გინდა თუ არა იქ კარები უნდა იყოს და მაგიტომ ხოლმე მაგ შემთხვევაში ჩავთავთ, რა ვიცი, არალოგიკურია, იმიტომ რომ იქ რო კარები ჩავსვათ და დავუშვათ იქ შინ შევიდეთ და დავხუროთ კარები, უგაზოთაც ძალიან კარგად გავიგუდებით, იმიტომ რომ ისეთი პაწაწუნა ოთახია, თუ სწორედ მახსოვს რაღაცა მეცნიერულად კი არა და რაღაც ესე რაღაცა კვადრატულობა არის თითო ადამიანს, ანუ სადაც ძინავს, რამდენი კვადრატული სჭირდება, რომ ჯანსაღად ისუნთქოს რა. ხო, მოკლედ. ხო, თუ ფანჯარა, თუ კი არა და ხან ფანჯარაზე დიდი პრობლემებია და როგორც ვატყობ იქით მეზობლები მაინც და მაინც არ არიან კეთილგანწყობილი ესეთი რაღაცეების მიმართ, არა ჩემს მიმართ, ზოგადად რა, იქით მაგალითად საკუთარ კედელზე აყენებდა ადამიანი იმას ის რა სპეციალური გამწვევი კი არა და რაღაც სავენტილაციოდ რაღაც ეს თეთრი ისინი რა ქვაბი ვიტრო. მოკლედ მაგას თავის კედელზე აყენებდა და არ დააყენებდა მეზობელმა. თუმცა ვინც მოასწრო და გააკეთა, უკანონოდ კი აქვს გაკეთებული ფანჯრები. ანუ ჩემი კედლის გაყოლებაზე ყველას ეგრე აქვს ფანჯარა გაკეთებული, ერთი მე ვარ ესეთი, რომელიც დამჩაგრეს. ხო და ავდგები და რო იქნება მაგის საშუალება, ხელოსანს მოვიყვან, ამოვაღებინებ კედელს და მინაბლოკს გავაკეთებ. მინაბლოკი არ არის ფანჯარა, მეგობრებო და ითვლება როგორც ბლოკი. მინაბლოკი იქნება თუ ბლოკი, ანუ კედლად ითვლება. მე იქ პატარა ლაიფჰაკებს რაღაცებს მივმართავ და ყოფილა ისე რომ შესაძლებელია ასეთი ტიპის იმის კონსტრუქციის როგორც ოდნავ შემოღებაც, რომ ჰაერმაც იმოძრაოს, ხო და ეს ჯობია სულ არარაობას. მინაბლოკი არ არის იაფი ამბავი, მაგრამ რო დავიანგარიშე სადღაც გამოვიდა ჩემი ვარაუდით ანუ თვითონ მინაბლოკის შეძენა ყველაზე იაფი რაც არის სადა ესეთი ანუ ერთ ფერში რო რა გამჭვირვალესავით რო არის სხვა ფერები და ნაირ ფერები არ მინდა ფერადი სინათლე შემოვიდეს და ცოტა ჰაერი გამოვიდა სადაც 200 თუ 250 ლარამდე რა დაახლოებით ესე ხელობა ალბათ სავარაუდოდ არ ვიცი ახლა კედლის მონგრევა არ არის ძვირი თავარია გაკეთება მონგრევით იაფად ანგრევენ ხოლმე როგორც წესი და აი გაკეთებით მაგრამ ეს ახლა ისეთი დანგრევა არ არის აქ მცოდნე ადამიანი ჭირდება სადღაც ალბათ ერთი იმდენი კიდე ხელოსანი თუ მეტი არა ეგეც აღარ ვიცი ამ ბოლო ხანებში რა ფასები არა მოკლედ რა ვინმე ნაცნობს თუ მოვიყვან ნაცნობს ანუ გაკითხვით რა შინაურებში რა და პატარა შეღავაც თუ გააკეთებს ესე ხო მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში იქნება ის რკინა იქნება ჩასასმელი რო იღებ იმას კაი ნაწილს საყრდენი კედლისა აუცილებელია კონდეს ესეთი კარკასი ქვია მგონი კარკასი თუ რაღაცა თუმცა არ არის ზემოთ არის სართული და რაღაცა ჩვეულებრივად ახლა ის სახურავი
მაინც ჭირდება. ხო, წავედი ოცნებებში მეგობრებო, ვოცნებობ. მაგის უფლება მაქვს, რომ ვიოცნებო. რომელი საათია ხო? 9 საათი სრულდება. ნახეთ. იასამნები. დღეს რო ჩავედი მარკეტში პურზე, ჩვენთან აქ ანუ შემოსახვევში კუთხეში იასამნების ეს არის ბუჩქი იზრდება და ეს დღეები ახლა რომ ჩავდიოდი ხოლმე გავხედავდი და ჯერ ის იყო რა კვირტები, პეტრე კვირტები. აი რომც მოწყვიტო ეგრევე რომ თავებს ჩამოყრეს და არ გაიშლება რა წყალში. და დღეს რომ დავინახე გაშლილები და თან მეგობრებო ისეთი კარგი სუნი აქვს. აი მე ესე იგი არ ვიცი რა. დედაჩემს უყვარს ძალიან იასამნები. მე ბავშვობიდან მიყვარდა მიმოზები, მაგრამ იასამანიც მიყვარს თავისთავად. სილამაზით და იმითი ის ფუმფულა პატრა წიწილებს ვამსგავსებდი ხოლმე ბავშვობიდან იმას მიმოზას და ხო მიყვარს კიდე ის წულპანების სურნელი მომწონს, არ ვიცი რაღაცა ნოსტალგია მაქვს ხოლმე. კიდე არ გვაზიკები არ მიყვარს, სულ ასოცირდება ჩემთვის ესეთი მეებთან რა მოკლედ მიხაკი ქართულად გვაზიკა. არ არის კაი ასოციაციას არ იწვევს შემთხვევით აი ვარდები რომ ვთქვათ რომ ხა მიყვარს ხო არა მაგრამ თეთრი ვარდები მიყვარს ხო უცნაურობა ანუ თვითონ ვარდი როგორც ასეთი წითელი ჩვეულებრივი წითელი ვარდები დიდად არ მოდის გულთან ახლოს მაგრამ აი თეთრი ვარდები ძალიან მომწონს და თეთრი ვარდის სურნელიც ხო პიონები ძალიან მიყვარს პიონები თვითონ ფორმით კი არა რომ ფორმა როგორია გარა სურნელი მიყვარს პიონი მოკლედ ახლა ყვავილებზე დავიწყე ლაპარაკი აი კაი სუნი აქვს მგონი წვიმა წამოვიდა მგონი წვიმს ისე კი გავიდოდი დღესაც დედასთან, მაგრამ მოკლედ სასამთქვა რომ ეს მაშინ უჩემოთ წადიო და არ მინდა სოსის გარეშე, იმიტომ რომ მინდა რომ ამანაც იმოძრაოს, ამანაც კი არა, ამან უნდა იმოძრაოს, რომ ეხლა კი შეთხელებულია და აიყარა კიდევაც ტანი და თხე უკვე ისეთი სუქანაც არ არის როგორც იყო პუტკუნა რა უბრალოდ ეხლა ვუყურებ ამას და თან მეზარება, თან გასაკეთებელი მაქვს. მოკლედ სტაფილოს გავთვლი ახლა. წინ წავაგდებ საქმეს, რა პრობლემაა. პატრა სტაფილოები მაქვს დარჩენილი ერთი წელი და ეს მეორე ისე. ამას გავუკეთებ ბრინჯი მოხარშული მაქვს უკვე. დღეს დიდი სამბიცოს კარტოფილიო შემიწვიო. შევუწვი კარტოფილი. თავისთავად ახლა მატონის სოსოხვა შეჭამა მივირთვი. თუმცა მაინც აი ჩვევაში ჩამიშდა უკვე. ანუ აღარ მიყვებები ისეთი პროდუქტებით, რაც ესე ვთქვათ არ არის კარგი რა ორგანიზმისთვის და შეძლებს დაგვარად რა. ნუ თეთრი პური იცით რომ ამოღებული მაქვს. ხო და ეს შავი პური. ეს აგურის პური რა მოკლედ. მაქვს კიდე ესეთი. ნუ სოსოს თეთრი პური დაიხარშა უკვე საყიდელია. სოსოც ცოტას მიირთმევს თეთრ პურს. იძახიან რომ თვად ესეც არ შეიძლება ანუ თეთრი პურის გარეშე რა ვიცი ახლა რამდენად მე ჩვეულებრივად ვარ ახლა შავ პურს ვჭამ ჩვეულებრივად ვარ ხო ეს ნახევარი ბულგარული მქონდა შენახული წითელი
ესეთი. იმასაც გავუკეთებ და მწვანილები ახლა ფინცი, ვითომ ფინცი ღირს გავუკეთო. მოდი ცოტა ოხრახუშ გავუკეთებ და ცოტა ფინცაც, რატომაც არა მოუხდება. აი ასე. იმდეც აღიხებ, ბევრი არ აქვს. ასე, ეს დამრჩება კიდე ცოტა. ასე. სუპი უკვე ალბათ აღარ ვარ გაეს, უნდა გადავაქციო. ზეთს საერთოდ არ ვხმარობდი მეგობრებო, იმიტომ რომ ესე გადავწყვიტე, რომ მეთქი ზეთს აღარ ვიხმარდო და დღეს გამომიცხადა სოსო, გინდა თუ არა, ზეთი რაღაცა ცოტა ზეთი მაინც იყოს სახლშიო. მე კი ვიცი ახლა რატო უნდა ეს ზეთი. მაგალითად სალატს რო გააკეთებს, უყვარს ხოლმე ცოტა ზეთის მოსვა. ასეთ შემთხვევაში ახლა სულ უნდა მინდა ხოლმე ვთქვა როგორც ჯეიმი ოლივერმა olive oil. ანუ olive oil. ეგრეთ წოდებული ზეითუნის ზეთი. მაგრამ ჯერჯერობით ძვირია. ვერ ყიდულობ და მე ალბათ რომ ვიყიდი სალათებზე მაგას ეგ ჯობია რომ მოასხას. თან როგორც მე ვიცი, ზეითუნის ზეთის გაცხელება არ ვარგებულა. ნუ არ ვიცი, ეს მე გავიგე ესე. და ძირითადად უფრო ცივად, ან პური უნდა ჩააწო, ან სალათს მოასხა. მოკლედ გაცხელებული არ ვარგა. არც ცილები. ხო, მთელი ის არის მანდ რა მოკლედ. არ მინდა მაგაზე საუბარი, მე რაღაცად ვიღლები ხოლმე. იმიტომ რომ ჯერ ეს ბევრი ინფორმაცია მივიღე მაგ თემაზე. დასკვნები გავაკეთე და უბრალოდ გავითავისე. და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც შემიძლია, ახლა რაც ხელმისაწვდომია, იმას ვახორციელებ და რაც ჯერ არა, იმას და როგორ ვიზამ ხო? ესეთი ამბები. კარგით მეგობრებო, ნახოთ შეიძლება ხვალდილას გადავიღო ვიდეო, ან თუ ხვალდილას არა, საღამოს მაინც. მინდა რომ 22 აპრილს ხელფასი ავიღო. ცოტა უკლია, ძალიან ცოტა უკლია. ხო და ესეთი ამბები. კარგით, აბადროებით ახლა დაგემშვიდობებით. და მოვალ ალბათ საინტერესო თემებით, ახალი ამბებით და გავყოცეთ აბადროებით.